მეგობრებო, მე და ცოტნე გადავწყვიტეთ რომ ცოტა ხნით ბაიკები გავცვალოთ. მე აქამდე არ მქონია გამოცდილება ჰარლის დარების. ეს ჩემი ასე ვთქვათ პირველი გამოცდილებაა. ხო, რას გოგუნებს? საინტერესოა როგორი ტიპია ჰარლი. ფოტოჟურის იდეალური ბაიკია პირველად გამოცდილების მისაღებად, იმიტომ რომ მართლა კარგი ბაიკია, good looking არის, ვიზუალი ძალიან კარგი აქვს, ძრავი 1 და 7 აქვს, საკმაოდ დიდი ძრავი აქვს. ხო, ისეთი მოქნილი როგორც კარგი, არ უნდა მოთხოვოთ ახლა ამას იგივე მოქნილობ, რაც გრეტას აქვს, ის უფრო არის კრუიზერი, რომ ეგზას მშვიდად მაგათ მიყვერა. ის საშუალებას იძლევა ლამაზი ხედით დადგმე, გაიხედო, გამოიხედო. Второй ცოტა იას. აჰა, всё. ეხა ოკეი, გზასაც საკეშიც კარგად ხედავთ და მიყვები რა. ვიდა წყნარად არ ჩქარობ ისე. Why not? წინ სერპანტინი, უღელტეხილი, კარგი გზაა. აი, მოსახლეებში ცოტა სიმართლე რო გითხრათ, კულსფელი რო იყო, ცოტას უძაბავს. იმიტომ რომ რაღაცნაირი მოუქნელია, არ ვიცი. ნუ მოსახლეიდან რო გამოდიხარ, მაგალითად სწორედ იმიტომ რომ მაგარი თორქი აქვს და ეგრევე გეკაჩება. აი, ვიბრაციას გრძნობ. მოსახლეები ცოტა დამოღამება უნდა ისეთი ბაიკია რა. აჰა, ოკეი. ალბათ რაღაცა დრო დამჭირდება რომ შევეჩვიო მაინც. დიდია და რაღაცნაირი მძიმე ტიპია. გრეტას მიუხედავად იმისა რომ უფრო მაღლაზი ხარ, ბევრად უფრო როგორ თქვა რა ნიმბლარი რა, ეს ცოტა მძიმედ უხვევს. პრინციპი ხო იგივეა რა თქმა უნდა, მოტოა, საიტი ყურები, რაღაცა დახრა, მაქსიმალურად გლუვად მოძრაობები. კიდე რაც აქვს ამას რომ ეს ვერ ეყნობი ბაიკს რა ფაქტიურად. ამას კიდევ აქვს ასეა თუ ისეავს ფეხებს მიადებ. რაღაცა გამოხვალ. აი მაგისთვის ცოტა ისეთი მუხრუჭი აქვს. მძიმე. ყველაფერი მძიმედ აქვს პრინციპში გასმაოთ გვას. რაღაცა აჩქარებაც მძიმედ, მუხრუჭიც მძიმედ. თორკი აქვს დაბლებიდანვე, აი და არ გჭირდება მოკლედ ძრავის გუმრის ზევით აწევა რა, ეგრევე ძალა აქვს. ვიბრაციები აქვს ძრავიდან მოდის და აშკარად გრძნობ ძრავიდან წამოსულ ვიბრაციებს. შეგრძნებების დონეზე ძალიან ისეთია. თავისი ვაიბი აქვს. თოთა უსწორბასწორო გზას და უგდი და მაგარი პანჩური ხდება ისეთი რომ შესაძლოა უფრო სუბუქი გაზი აქვს ვიდრე გრეტას, აი როდნაო გადაწევაზეც კი რეაგირებს. უფრო როდნებული ის აქვს, ჭდომის პოზიცია რაღაცნაირად წერხარ რა ბაიკში. აი ასეთი გზისთვის არის იდეალური. დაახლოებით ხა მიდივარ სადღაც 45 მილი, 50 მილი, 80 კმ/სთ. არა, უფრო სწრაფადაც დადის რა თქმა უნდა, მაგრამ აი ხა მე რო ვატარებ, აი ეს ჩქარა ისეთია რა. იდეალურია მისთვის. ხო, ტორმოზის რა გითხრათ? უნდა გათვალო წინ და წინ აშკარად გრეტასავით დაუჭირე და შენელ და გახდება. აი საიდან მოდის ძრავით დამოხურჭება ხო? ჰარლის რაიდერებისგან მოდის, იმიტომ რომ მუხრუჭი ამას არ აქვს და რაღაცით ხონდა და ამოხურჭო და მე ამოხურჭო ძრავით. მოკლედ გამოღამება უნდა მოტოს ესეთია რა. ძიმე ტიპია რა. ის მოქნილობა რა მოქნილო. პატარა 40-ზე აეღება და ხო რას უძლებს ცოტნე? ისეთია რა. რომ უნდა იგუგუნო რა, რო არ გიჩქარება ისე რო იარო რა. თუმცა ნუ აი ძალა აქვს მაგას დაბო. გუნებზე ეგრევე მაშობა რა გიქაჩებ. ეს სავარძელი კოპერდული რაც აყენია საკმაოდ უხეშია და ამაზე ცოტნე მითხრა რომ წინაო რომ ეყენო ის ხო ამის გაჩერება არის. დოს წორზე ამის გაჩერება რომ მიცოდე დაახლოებით რა არის ამის ხოჭის რესურსი. აი კარგია მოდი. ეს რა კინქონია მუჭი და მოკლედ მუხრუჭის იმედად ზოგადად ეხა მოტო რა თქმა უნდა არ არის ის ტრანსპორტისა და ჩემ მუხრუჭის იმედად დადიხარ, მაგრამ ჰარლის შემთხვევაში მუხრუჭი არ გაქვს. მომენატრა გრეტა. დამეძაბა ხელები. ცოტას ეს მოტო კარგად ყავს და აქვს გამოღამებული, იმიტომ რომ ამით კარგ ტემპში მოძრაობს. გზა ნამდვილად ლამაზია, მაგას ვერ დაუკარგავ. აი ასეთი გზისთვის
იდეალურია რა, რომელიღაცას ჩქარეში არ ვიცი რომელში გაქვს ჩართებული და იტი ხარ რა ბიტუქტუქებს შენთვის. არის სტრესები რა მოკლედ ისე 7 რაიდისთვის არის რა, ესე ჩავუწვეხი და ზაიდა. ვერ ვიტყვი რომ არ მესმის ჰარლის რაიდერების ახლა, იმიტომ რომ რაღაცა კრუიზერის ზოგადად ალბათ სხვა კრუიზერების დაახლოებით ასეთია. არის რა მუღამი რა, რო არ არის მუღამი ეგარა, თავისებული სტილი აქვს მოძრაობის და შეგიძლია ამ სტილზე იკაიფო. აი ასეთი გზაგი და ზუსტად როგორცაც ახლა მოვა რომ ისეთი რა, ძალიან სერპანტინიც არა, იმიტომ რომ მოსახლეობები ამ ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ ისეთი რა, ჰოპ, იქით წაუწვა, აქეთ წაუწვა, რაღაცა ლაითად. აქეთ როგორია დიდი ნიშნობა რა გრეველს ჩქარეში ჩააგდა. ყველა ავტომატიკას ვაიტა, ყველა რეჯიმს. ასეთ გზაზე მოძრაობა ალბათ ნებისმიერი ჰარლის პატრონისთვის ოცნება არის, იმიტომ რომ იდეალური გზა არის ჰარლისთვის რა. მოხერული ის არ არის დათვირთული. სხვათაშორის გადაცემათა ყველაფერი საკმაოდ კი გამოსცემს ფუსით ხმას, მაგრამ საკმაოდ კარგად ვარდება. დისციპლინია ცოტა მძიმე დისციპლინია აქვს. აი გასწორდეს რა, სიჩქარეშიც არ უნდა გქონდეს, თავარია გადმოწიო გაზი და ჩემზე მიდის არა არის რომ მეორეში გავია ექსოში გაგსურეთ. მუღამი აქვს. მაგრამ ძალიან სპეციფიური ტიპია. ბიჭო, ხო ახლა შენ ბაიკზე რო უჯექი მოსახლეებში და ვიბრაციაც არა, ამორტიზატორიც იდეალურია. ანუ აი როგორია იცი რა ზატარა პლუსია გიცი? ჩააგდე მეხუთეში არა, ეგ მე და დადიხარ, არ გჭირდება ის უფრო შეიძლება ჭირდებოდა ჩემთან შეტარებით. კი. ამ თორქი მოაგ ნებისმიერ მომენტში. კი, ნებისმიერი ამომიდან ბრუნვიდან მიდიხარ. მაგრამ მოსახვევში აი ძიმე და აი ნუ მოკლედ შენ ამით მაგარი ტემპი გიჭირავს. ბიჭო, ხო ახლა ამაზე რომ დავჯექი, აქ სადაც მეგონა რომ ტორმოზი უნდა დამეჭირა, ისე შევედა ამაზე უჭოლი მომწონდა. კი. ხო, და რბილია კიდე რა. ვაფშე იმას ვერ ვგზნობდი და ამაზე ყველა კეთილო პროჭი. ხო. ეგრეა. დაუბრუნდით გრეტას მეგობრებო, ჩვენს ერთგულ გრეტას. რავი, უცებ შედარება რო გითხრათ, რა შედარება? გრეტა ბევრად უფრო კომფორტული, მოქნილი, რავი, მოთხა, სწრაფიც, ბევრად უფრო სასიამოვნო სატარებელი, ბევრად უფრო ნაკლები ვიბრაციით, რავი, უფრო უნივერსალური ტიპია, შეგიძლია გამოიყენო როგორც ავტობანზე, ასევე მოხელ გზაზე. მოკლედ რა, უფრო უნივერსალური ბაიკია. არ ვიცი, შეიძლება მოვიდეს რაღაც დრო, როდესაც კრუიზერს ჰარლის ვიყიდი, მაგრამ არა ახლო მომავალში. ჩემი პატივისცემა, რა თქმა უნდა, ბაიკერებს, კრუიზერის კომანდასაც და ჰარლის მოყვარულებსაც არაფერი ცუდი ამაში ნამდვილად არ არის, პირიქით. თავისებური სტილია რა, რომელსაც თავის მუღამი აქვს და მე მუღამი არ მაქვს. მე გრეტას ეს მოქნილობა, რომელიც გრეტას შეუძლია აკეთოს, ბევრად მირჩევნია. კი, რა თქმა უნდა, ხო ვიზუალურად რო შეადარო, ჰარი უფრო ლამაზი ბაიკია, უფრო რაღაცა სტილი და ასე შემდეგ და მაგრამ ჩემთვის გრეტას ლამაზად სავსებით საკმარისი. მე უფრო მაინტერესებს ის, როდესაც მე მასებს ვივარ და მე ვმართავ ის შეგრძნება, რომელსაც გრეტა მაძლევს. ხო, თუმცა ვიღაცებისთვის შეიძლება ჰარი, ანუ ჰარლი იძლევა ასე შეგრძნებას, it's okay. აბა ჰე. დავუყევით გზას გრეტასთან ერთად. და ხო, უნდა აღინიშნოს, ყოჩაღ ცოტნეს, ყოჩაღ, იმიტომ რომ არ არის რა მარტივი, მოკლედ ჰარისნაირი ბაიკით, ცოტა მოძრაობს ყოველდღიურადაც. და ცოტა მოძრაობს აი ამ ხელა ტრიპებშიც რა. ანუ მისი რაიდინგ სკილებიც და ზოგადად რაიდის სიყვარული ნამდვილად დასაფასებელი.